თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას დაკავებული 11 პირის საქმეზე მორიგის სხდომა გაიმართა. სხდომაზე ბრალდების 3 მოწმე გამოიკითხა. მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ნუგზარ მირიანაშვილი. მოწმემ, რომელსაც საქმეში დაზარალებული სტატუსი აქვს, სხდომაზე თქვა, რომ საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტები პიროტექნიკასა და სხვა ნივთებს ისროდნენ, რის შედეგადაც დაშავდა და სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა. საქმეში სხვა მოწმეების მსგავსად მანაც თქვა, რომ არ იცის კონკრეტულად ვინ მიაყენა დაზიანება. მისი თქმით, ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს, რომ დემონსტრანტი, რომელმაც დააზიანა, ამ საქმეზე ბრალდებულთა შორისაა. რამდენჯერმე განმეორდა მსგავსი შემთხვევა უკვე 7 თვის განმავლობაში, რომ მოდიან პიროვნებები, რომლებსაც აქვთ დაზარალებული სტატუსი საქმეში, თუმცა ისინი ადასტურებენ რამდენიმე რამეს. პირველი, ისინი არ იცნობენ არც ერთ სინდისის პატიმარს, მათ არ უნახავთ არც ერთი სინდისის პატიმარი აქციებზე, შესაბამისად არ უნახავთ მათ მიერ განხორციელებული რაიმე სახის უკანონო მოქმედება მაინც. ისინი ხელს ვერ ადებენ ვერც ერთ მათგანს და ისინი ვერ ამბობენ რა უკანონო მოქმედებების შედეგად მიადგათ დაზიანება. ისინი ამბობენ, რომ თუ დადასტურდება რაიმე სახით მათი ბრალეული მოქმედება, ამ შემთხვევაში ექნებათ მხოლოდ ზიანი და პრეტენზია ამ ბიჭების მიმართ. ისინი ვერ იაზრებენ იმას, რომ დღეს აქ იმიტომ არიან, რომ ხელი უნდა შეუწყონ გამოძიებას, ხელი უნდა შეუწყონ სასამართლოს, თუმცა რასაც აკეთებენ არის ის, რომ ცალსახად ადასტურებენ, რომ ამ ბიჭებს არანაირი შემხელობა არ აქვთ მათ დაზიანებასთან. გვეკითხებით, ძირითადი კითხვა და აქცენტი არის იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა რომელიმე პირი ამ დარბაზში, რომლის მიმართაც გაგაჩნია პრეტენზია და აღნიშნულმა ადამიანმა განახორციელეს თუ არა ეს მოქმედება. საბოლოო ჯამში მათი პასუხი არის ის, რომ არ შეუძლიათ ამოიცნონ ეს პიროვნებები და მათ შორის დარბაზში ყოფ პირები არ არიან ეს პიროვნებები და ამით ტოვებენ. ის თუ რაღაც დაზიანება მიიღო აქციაზე, ეს ჩემს დაცვის ქვეშ ყოფთან საერთოდ რა კავშირში არის და რა მიზეზობრივი შედეგი არის, ამას თვითონ დაზარალებულები ვერ ადასტურებენ. ძირითადი ხაზი ბრალდების ხარის არის ის, რომ მოყავს ადამიანები გაურკვეველი სამედიცინო დოკუმენტაციით, რომლებიც უბრალოდ მეუთითებენ, რომ მათ კონკრეტულ რიცხვში დაზიანება მიიღეს. სხდომაზე გამოიკითხა მოწმე თამარ ჭანტურაიაც. იგი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელია. მან სხდომაზე თქვა, რომ აქციებისას კონკრეტულად კი 30 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე მის სამსახურს დემონსტრანტებისგან 62,785 ლარიანი ზარალი მიადგა. თამარ ჭანტურაიას თქმით, კონკრეტულ პირებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა მისი თანამშრომლები მიუთითებენ, რომ ქონება აქციის მონაწილეებმა დააზიანეს. მხარეთა კითხვებს უპასუხა მოწმე ირაკლი გველესიანმაც. იგი პოლიციელია და საქმეზე რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა. მოწმეთა გამოკითხვის შემდეგ კი სასამართლომ რამდენიმე ვიდეო მტკიცებულება გამოიკვლია. მათ შორის იყო რევაზ კიკნაძის ვიდეო ჩანაწერიც. ამ ვიდეოში საერთოდ დადასტურებულად არ ჩანს, რომ რევაზ კიკნაძე პირველი ქვას ისვრის, ეს არ ჩანს და ბრალდების ხარემ ვერ წარმოადგინა ვერც ექსპერტი, ვერც შემსწრეპირი, რომ აღნიშნული პიროვნება ისვრის ქვას. მეორე, ბრალდების ხარემ ვერ წარმოადგინა ერთი სამართალდამცავიც კი, რომელიც ითქვის, რომ მათი მიმართულებით იყო აღნიშნული ნივთი ნასროლი და მესამე ვერ წარმოადგინა ერთი პიროვნება მაინც, რომელიც ითქვის, რომ საფრთხე შეექმნა აღნიშნული მოქმედებით. ასევე დადასტურებული არ არის, რომ ეს არის ქვა ან რაიმე მძიმე ნივთი. რევაზ კიკნაძის განმარტებით და ვიდეოში ჩანს, ეს არის თეთრი ფერის ხელსაყრელი, რომელიც ეცემა იქვე. შესაბამისად, ბრალდების ხარის ჰქონდა ვალდებულება ბრალში აღწერილი ქმედება დაიდასტურებინა სრულად და თუ უთითებს, რომ ეს როლა მძიმე ქვა, მინიმუმ ექსპერტს უნდა ეთქვა, რომ მე ვნახე ვიდეო მასალას, სადაც აღნიშნული ნივთი არის ქვა, რაც ექსპერტმა ვერ მოგვახსენა სასამართლო პროცესში. საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესული ცვლილებების გამო მედიამ პროცესი კვლავ ვერ გადაიღო. პროცესის დაწყებისთანავე ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა, რომ მან სასამართლოს მიმართა განცხადებით უზრუნველყოს პროცესების გადაღება, თუმცა პასუხი არ მიუღია. არ მიუღია იმის დასტურიც, რომ განცხადება მიღებულია. ამ საქმის ფარგლებში დაკავებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.